მუზეუმი ძვირფასო მაყურებელო არ არის მხოლოდ შენობა, სადაც ექსპონატებია გამოფენილი. ის არის კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალურ საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ისტორიის, ხელოვნების, მეცნიერებისა და მეხსიერების შენახვას გადაცემას ემსახურება. მუზეუმის შექმნა მრავალეტაპიანი პროცესია და სხვადასხვა სპეციალისტის თანამშრომლობას მოითხოვს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნინო ანდრიაშვილი, მხატვარ დიზაინერი. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს თქვენთან და ეხლა ერთად ვიმოგზაუროთ დროში. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. აი, მხატვარ დიზაინერი ბრძანდებით, ქალბატონო ნინო. პირველ რიგში რომ მაინტერესებს, აი რას ნიშნავს მუზეუმის მხატვარ დიზაინერობა? რა უნდა გავითვალისწინოთ? ეხლა მე მაგალითად მხატვარ დიზაინერობა ვიცი, ეს ამას უხდება, ეს ჯობია, ეს აი მუზეუმში რა ხდება? ალბათ აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკა არის, როდესაც მუზეუმებზე მუშაობთ ამ მიმართულებით. მოგესალმებით. ძალიან საინტერესოა თქვენი შეკითხვა, ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა ერთდროულად მუზეუმზე მუშაობა, რადგან ჩვენ მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი სახლ-მუზეუმები ისეთი ადამიანების სახელს წარმოადგენენ, როგორიც არის ილია ჭავჭავაძე, გალაქტიონ ტაბიძე, ბარათაშვილი, ფალიაშვილი, მერაბ კოსტავა და ასე რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ამ ადამიანების სახლ-მუზეუმზე მუშაობ და ფიქრობ ამ ვიზუალზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გასათვალისწინებელია თვითონ სახლის ავთენტურობა, რა არის, როგორი იყო, რა არის შემონახული, მისი ნივთები, მისი გარემო. ჯერ პირველ რიგში შეფუთვაზე სანამ დავიწყებ საუბარს, პირველ რიგში ჯერ ვიძიებთ თვითონ შინაარს, ვის ეხება. რა ეპოქაში ცხოვრობდა. თქვენ მერაბ კოსტავა ახსენეთ, ზანდუკელზეა, ხო? თუ არ ვსწრები, მე ვიცი ეს და საკანი გაქვთ თქვენ გამოყენებული იქ. ანუ ეხლა შინაარს დიახ, ძალიან საინტერესოა მე რა კარი. კი, და ახლა ცხოვრების ახლა გაიხსნა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ეტაპები რა არის, რით გამოირჩევა ეს ადამიანი, რა პერიოდში უწევდა ცხოვრება და აი ასე მე უკვე იმის მიხედვით იფუთება ყველაფერი. ანუ ჯერ მაინც შინაარს მიუყვებით მის ცხოვრების ძირითად ნაწილებს. მის დაბადების ადგილს, ქვეყანა იმ პერიოდში, როგორი ეპოქა იყო და ასევე ქვეყნის გარეთ რა ხდებოდა და შემდეგ უკვე თქვენ ახსენეთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ის ემოციები, რაც ახლავს სახლ-მუზეუმების შემთხვევაში მუშაობას. მე მაინტერესებს რა არის ის, რასაც ავთენტურად ინარჩუნებთ და რა არის ის სივრცე, სადაც ინტერპრეტაციის საშუალება და შესაძლებლობა გაქვთ. არის რაღაცები, რასაც ვერ ეხებით და სად შეგიძლიათ, რომ თქვენი, ასე ვთქვათ, ნიჭი გამოიყენოთ და მხატვრული ელემენტები შეიტანოთ. რა თქმა უნდა, არის ის ადგილები, სადაც მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს ავთენტურობა, შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდეს და შეიძლება კედლის საფარი იყოს სადღაც რაღაც ნაწილზე, მაგრამ მოიხსნას ეს საფარი და გამოჩნდეს მისი ძველი მოხატულობა. ასე რომ ჯერჯერობით კვლევა ტარდება და შემდეგ უკვე თუ გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებიც არ არის ის ავთენტური, რაღაცა დროთა განმავლობაში ჩვენამდე შეიცვალა, ან არის რაღაცა სივრცე ადგილი შესასვლელი, რომელიც არ არის ავთენტური, უკვე შეგვიძლია განვათავსოთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგიები, სადაც თქვათ თაჩი ან რაღაც ეკრანი ვერ იქნებოდა, ხო, მე-19 საუკუნის დასაწყისში და შესაბამისად აი ასეთი ტექნიკური დეტალები მნიშვნელოვანია განთავსდეს, რომ დამთვალიერებელმა მერე ადვილად მოიწიოს ინფორმაცია შესაბამისი შეცვლილ. რამდენიმე ეტაპი არის ალბათ. პირველი ფაქტების მოძიება, გარემოს შექმნა, რომელიც ასახავს იმ ძველ ატმოსფეროს და მართლა დროში გადაისვრის მაყურებელს, ხო, მოსულ სტუმარს და კიდევ ერთი დეტალი არის აი ეს თქვენი ინტერპრეტაცია და ეს თანამედროვე ტექნოლოგია საკანი ახსენა ლევანმა და რასაკვირველია სახლ-მუზეუმში თავის დროზე საკანი არ იქნებოდა და ეს უკვე თქვენი შექმნილი არის, ხო? მე მინდა ნაბიჯ რომ გააცნოთ მაყურებელს როგორ იქნება მაგალითად აკაკი წერეთლის მუზეუმის შექმნის ეტაპები რომ გაგვაცნოთ. რა საინტერესოა, დიახ? ილია ჭავჭავაძის. ილია ჭავჭავაძის და ასე გალაქტიონის სახლ-მუზეუმის ახსენეთ, ყოველთვის როდესაც მოვხვდები ხოლმე მარჯანიშვილის გამზირის ტერიტორიაზე, ყოველთვის ყურადღებას იქცევს ის აივანი იმ სახლის, სადაც ცხოვრობდა გალაქტიონი.
იყოს ილია ჭავჭავაძის კითხვა. გავაკეთე ბატონო. მართალი ბრძანეთ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯერ ყველა სრული მასალა უნდა მოიწიოს ინფორმაცია, ხელნაწერები, ვიდეო არქივი, რას გვაჩვენებს, მისი პირადი არქივი, უფის წიგნაკები შეიძლება ერთი ჩანაწერი იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გაყვეს მთელ მუზეუმის ძირითადი დეტალი, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. არქივი რას გვინახავს, თუ თქვათ კონკრეტულ მუზეუმში არ ინახება, სხვაგანსაც შეიძლება მოიწიოს. ძალიან დიდ სამუშაოს ატარებენ თვითონ მეცნიერები, კურატორი, ასევე რესტავრატორები და სრულად, როდესაც შეიკრიბება და ძირითადი ხაზი შედგება შინაარსის, მერე უკვე იწყება მუზეოგრაფია, შედგენამ შეფუთვა, რადგან მოგეხსენებათ მუზეუმში არა მხოლოდ უფროსი ადამიანები სტუმრობენ, არამედ პატარა ბავშვი შეიძლება, ასევე საკმაოდ ხანში შესული ადამიანი და ასევე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ტურისტი. ასე რომ მათთვის უნდა იყოს მისაღები ეს გარემო ნებისმიერ ადამიანი აქ შემსვლელი უნდა მოხდეს აი იმ ადამიანის სამყაროში ვისი მუზეუმიც არის მისაღები იყოს მისთვის და გაიაროს აი ეს ემოცია ფაქტობრივად ჩვენ ემოციას ვფუთავთ ამ ყველაფერს შინაარსთან ერთად აი ამ ადამიანის მისი პროფესიიდან გამომდინარე, მისი ღირებულებებიდან გამომდინარე. თქვენ შეისწავლით ხოლმე, ანუ ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ. ეხლა რომ შეიქმნას ეს მუზეუმი, რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტები ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ მხატვარ დიზაინერმა თავისი შტრიხები რო შეიტანოს, რაღაცა თავისი ხედვა რო დაამატოს ამ ყველაფერს, ეს შესაძლებელია, ხო? ამ შემთხვევაში და ერთი რამე სულ მაინტერესებს ხოლმე წინა გადაცემაში ავტო განათებაზე საუბრობდა. აი განათებასაც დავკვირვები ვარ მე მუზეუმში რომ რაღაცა ამა თუ იმ ექსპონატს როგორ რაღაც მნიშვნელობა აქვს თურმე როგორ ურტყავს ის განათება რა ფერი შუქი ამასაც თქვენ ამას ყველა თავის სპეციალისტი ყავს და მუზეუმს ყავს გაერთიანებას ძალიან ძლიერი გუნდი და ყველა რგოლი თავის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის რომ დადგეს მაქსიმუმი შედეგის მაგრამ განათებისმაც თქვენ მაინც საზღვრობთ საბოლოო ჯამში ძირითადად დიზაინერულ ხარისხს უნდა შეუშალოს სამთვალიეროს თვალში მაგრამ თუ არის ისეთი ექსპონატი რომელიც ანუ გააჩნია როგორ რომელ განათებაზეა საუბარი შეიძლება დააზიანოს ხელნაწერი ამას რესტავრატორებთან ერთად ვთანხმდებით რომელიც ჭირდება გადაუდებელი რესტავრაცია რომელიც შეიძლება გამოიფინოს რომელი ჯერჯერობით არა და იმის მიხედვით რომ არ დააზიანოს ამ ყველა შუქს თავისი სპეციფიკა აქვს ყველაზე რთული პროექტი გახსენდებათ რამე აი რაღაც პროექტი რაც ყველაზე მეტად გაგიჭირდათ გასაგებია შეიძლება სირთულები უკავშირდებოდეს ფაქტების მოძიებასაც, ხო? ხშირად არ არის შემორჩენილი ფოტოები ან თვითონ თვითმხილველების მონაყოლი, ასე ვთქვათ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ აი პროექტი, რომელიც თქვენთვის დიზაინერისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. აი როგორი პროექტი, იცით, აი მეგობრებთან რო ეთქვი, მე აღარ შემიძლია ასე რთული არ მქონდა აი ესეთი. ალბათ ყველა საინტერესოა და ძალიან სასიამოვნო, რამდენადაც ზუსტად დაზაბული სიტუაცია და პერიოდი ხოლმე, მაინც ძალიან სასიამოვნო და შემიძლია ბოლო ახლად გახსნილი მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმზე ვისაუბრო, იმიტომ რომ მქონდა ცოტა დრო, იყო ბევრი სამუშაო, ძალიან საკმაოდ ცოტა დროში, რამდენიმე თვეში მოგვიწია ამის გახსნა და იყო ძალიან დიდი მასალა, მოგეხსენებათ მერაბ კოსტავა გარდა ეროვნული მოძრაობის იყო არაჩვეულებრივი მუსიკოსი, მუსიკათმცოდნე, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც წერდა, იკვლევდა და რთული იყო ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა, თქვენ ახსენეთ წერან რაღაცის აღდგენა და იყო თეთრი კედელი და ფოტოებზე როდესაც მერაბ კოსტავა ცხოვრობდა იქ იყო ჩანდა რომ შავ-თეთრ ფოტოებზე შპალერი როგორი იყო გაგროლი და რაღაცნაირად რო გვინდოდა რომ დაბრუნებული იყო მისი ეს გარემო მოგვიწია ამის დახატვა ხელით მოცის პროფერის არის კი დახატვა ხელით და დაბეჭდა შემდეგ იმ დაბეჭს და კიდე ახლიდან დახატვა რამდენჯერმე გადაბეჭდა და ბოლოს ეს მივიღეთ რომ გამოვიდა მისი გარემო სრულად ის ავთენტური და დაუხატია ჩხალი თქვენ ახსენეთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სახლ-მუზეუმებში ну რა თქმა უნდა იმისათვის რომ უფრო მეტად გასაგები იყოს დამთვალიერებლისთვის არ მხოლოდ ქართველებისთვის უცხოელებისთვისაც სახლ-მუზეუმი მნიშვნელოვანი არის თუნდაც ეს ციფრული მონიტორები ან სხვა საშუალებები მე ხომ ახსენდება ანა ფრანკის მუზეუმი მაგალითად ამსტერდამში რომელიც სრულად ადაპტირებული არის თანამედროვე ტექნოლოგიებთან
მათ შორის იმ ხმებით, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როდესაც ხარ მუზეუმში ჩაგესმის და იმ პროექტორებით, რომელსაც იყენებენ. საქართველოშიც არსებობს, რა თქმა უნდა, ასეთი მუზეუმები, მაგრამ მაინტერესებს, აი თქვენ როგორც აი ამ სფეროს წარმომადგენელი, რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის უფრო მეტად დატვირთვა თანამედროვე ტექნოლოგიებით მუზეუმების. აუცილებელია, რადგან შეიძლება დამთვალიერებელი მოვიდეს, არ სურდეს გიდის მომსახურება და უნდადეს თვითონ დაათვალიეროს, მშვიდეთი იაროს, თვითონ გაჩერდეს რაღაც ადგილას. ამიტომ მას უნდა კონდეს ამის შესაძლებლობა, რომ ასაც კედელზე ვერ ჯერ თვითონაც წაიკითხოს და მაგრამ ასაც დამატებითი ინფორმაციისთვის იქ ვიდეოები იქნება თუ დოკუმენტები, რომელიც ჩამონტაჟებულია უკვე ამ ციფრულ მონიტორებში, თვითონ გაეცნოს, თვითონ ჩაეძიოს, თვითონ ამის საშუალება უნდა კონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი ალბათ სასურველია, რომ თვითონ ეს სახლ-მუზეუმი ისე იყოს განლაგებული ეს ტექნოლოგიები, არ შეუშალოს, არ შეჭამოს ეს სივრცე და იყოს უბრალოდ დამხმარე ეს საშუალება, ეს ეკრანი იქნება თუ თაჩი თუ ნებისმიერ სხვა რამ იყოს რაღაცნაირად ადაპტირებული კი. ანუ ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს უფრო მუზეუმში სხვათა შორის. მე ბევრჯერ მიფიქრია რომ მივალ რაღაცასთან იქ წარწერა, ხო? რაღაც აწერია ეს არის. ეს ძალიან ბევრჯერ მომდოებია რომ რაღაცას დავაჭიროთ ეთი და რომ ამიხსნას რაღაცა ხმამ, ხო შეიძლება რომ ამიხსნას ეს რა იყო და QR კოდით მაგალითად აი არის ახლა ჩვენ მუზეუმებში არის. არის ჩვენთანაც უკვე შემოსული. რა კარგია. კი, მე მინახავს ეს სისტემები ქართულ მუზეუმებშიც მათ შორის უბრალოდ რასაკვირველია რაც უფრო განვითარებული არის ტექნიკა სასურველი იქნება რომ მაქსიმალურად ავყვეთ დღევანდელ კითხვებზე მე მგონი ამომწურავი პასუხი მიღეთ საქმეში ერთი რამე მაინტერესებს აი რა მაინტერესებს იცით სახლ-მუზეუმს როცა ქმნის მხატვარ დიზაინერი მაგალითად აი რა ნივთები უნდა იყოს იქ ამა თუ იმ ადამიანის ამასაც მხატვარ დიზაინერი არჩევს ეს თქვენი კომპეტენციაა ერთად ამას ყავს თავის სპეციალისტი რომელმაც იცის ხო ამ ადამიანის ისტორია კულტურული მუზეუმი რა რას აკეთებდა როგორ აკეთებდა და ერთად ვწყვეტავთ ამას რომ ყველაფერი არის მუზეუმისაც ძალიან ბევრი ნივთი არის მუზეუმისაც საკმაოდ მწირია და ამის გამო ერთი რამე გაიხსენეთ ხო თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ აი მაგალითად აი ის არსებობს ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა ისეთი ნივთი რომელიც არ უნდა დაიდოს მუზეუმში მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მისთვის რაღაც არის ესეთი რამე ან მუზეუმში თუ არ ის შეესეთერში რატომ მოყვებიან ახლა ეგ გამაგებინა ძალიან დამაინტერესებდა ეს პირად ცხოვრებას ეხება ხო ადამიანს მუზეუმს აქვს კიდევ თავის ფონდი სადაც ის ნივთები რომლებიც არ არიფინება ინახება ფონდში ასე რომ ხშირად არის ისეთი სივრცე არ ყოფნის ხშირად ან რაღაც რომ ეს რელევანსი რაღაც ისეთი ინფორმაცია რაც ჩვენ არ ვიცით და ადამიანს ყოველთვის საინტერესებს დაფარული ხო ხდებით აი იქით რა იყო იცით რა შეიძლება იყოს რაღაც თემა, რომელსაც ვერ საუბრობთ, უბრალოდ ხელნაწერი ან დოკუმენტი და დავდებთ იმ დოკუმენტს შეიძლება. ეს უკვე დამთვალიერებელს. ლევანს კი უნდა და ისეთი რამ გეთქვათ, რაც მუზეუმიც კი არ ამბობს, მაგრამ ჩვენ კითხვებზე ამომწურავ პასუხი მივიღეთ. დიდი მადლობა ნინო ანდრიაშვილი, მხატვარ დიზაინერი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს.